ეს მოდგმა განიდევნება მარხვით და ლოცვით. ეშმაკზეა ხო ნათქვამი. ეხლა შედა ის რომ შევხედოთ. როდესაც ქრისტემ უდაბნოში იმარხულა, მარხვით განიდევნა ეშმაკი? რა თქმა უნდა არა, ხო, იმიტომ რომ მარხვის დროს კი არ განშორდა ეშმაკი ქრისტეს, არამედ როცა იქ სამი გამოცდა მოუწყო. როებნება რომ ქვები პურებად აქციე, როებნება რომ ტაძრის სართულზე აიყვანაო და გადაიგდე თავი შენი, მესამეობნება რომ ამ სოფლის დიდებას უჩვენებს ღვთის მაღალი მთიდან და ეუბნება რომ ქრისტე პასუხობს ამ სამივე გამოცდას. აი ამის შემდეგ არის რომ რჯულიდან რო უპასუხა პირველზე ამბობს ქრისტე რომ არაპურითაც ხონდების კაცი, მეორეზე ამბობს რომ არ გამოსცადო უფალი ღმერთი შენი და მესამეზე ეუბნება რომ განვე ჩემგან სატანა. ამის შემდეგ მოშორდა ეშმაკი. ესე იგი მარხვის გამო კი არ მოშორდა, არამედ ამის შემდეგ მოშორდა. ეს ერთი. მეორე ლოცვაზე რო შევადაროთ, ეხა უძღებიშვილი რომელიც მამას მოშორდა და მამისკენ ბრუნდება. რა გონს მოეგო სახარებაში წერია. ეხლა ეს არ ნიშნავს იმას რომ ადამიანმა არ უნდა ილოცოს და არ უნდა იმარხულოს. რა თქმა უნდა იმარხულო, უნდა ილოცო, მაგრამ აი მარხვის და ლოცვის გააზრება უნდა მოხდეს შენში და აუ იმაზე წერია უძღებშულზე გონს მოეგო. არ წერია არც ილოცა, არც იმარხულა. ამ გონსმოსვლით ამ გონსმოსვლით მობრუნდა და მიბრუნდა მამისკენ, ანუ მიბრუნდა ღვთისკენ.